მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. დღეს ცოტა უჩვეულო ფორმატი გვაქვს, იმიტომ რომ ნაცვლად იმისა, რომ მე და ირაკლი ვისხდეთ სტუდიაში და წარმოგიდგინოთ ახალი წიგნები, ვაგრძელებთ, ასე ვთქვათ, ირაკლის დამკვიდრებულ ტრენდს გადაცემაში და სტუმრად ვიწვევთ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ისაუბრებენ ლიტერატურაზე, თავიანთი თაობისა და ლიტერატურის, მხატვრული ლიტერატურის ურთიერთმიმართებაზე, წიგნის მნიშვნელობასა და აქტუალობაზე და სხვადასხვა ისეთ პრობლემურ საკითხზე, რაც უფროს თაობას განსაკუთრებით გვაწუხებს. აი ჩვენ ხომ ვფიქრობთ ხოლმე, რომ ახალი თაობა არ კითხულობს და მოდით პირდაპირ ახალი თაობისგან გავიგოთ, კითხულობენ თუ არა ისინი და გარდა ამისა, ალბათ ისიც საინტერესო იქნება თავად როგორ ხედავენ მთელ ამ პროცესში თავს. აი როგორ ხედავენ, თქვათ, ლიტერატურის დაახლოებას ახალგაზრდა თაობასთან, რა მეთოდები მიაჩნიათ უფრო მისაღებად და ეფექტიანად ამისთვის. ანუ ჭრის თუ არა დედების, ბებიების, მამებისა და ბაბუების შეგონება წაიკითხე, თორემ მოსწავლელი დარჩებიო, თუ რაღაცა სხვა არის მათთვის უფრო სასურველი გზა წიგნამდე მისასვლელად. მოკლედ, ბევრი მოზარდი ყავს დღეს სტუმრად, შევეცდები სახელებით გაგაცნოთ. და შევეცდები, რომ მივიღო მათგან პასუხები ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო კითხვაზე. მოდი, სათითაოდ არ მოგმართავთ ხოლმე კითხვით, ვისაც მოგინდებათ უპასუხეთ კითხვას, ხო? მე მგონი ასე უფრო კარგად გამოგვივა. ჩემი პირველი კითხვა იმაში მდგომარეობს, აი თქვენ როგორ ხედავთ საერთოდ თანამედროვე ცხოვრებაში, როდესაც ყველანი гаджеტებზე ვართ მიბმულები, ყველანი ფაქტობრივად ცხოვრობთ სანახევროდ ვირტუალურ სამყაროში, რამდენად არის მხატვრული ლიტერატურის ადგილი, რამდენად დარჩა წიგნს დანიშნულება. ნანუკა, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღეს гаджеტები ბევრად უფრო განვითარებულია, წიგნი ყოველთვის მაინც თავის ადგილს იკავებს ჩვენ ცხოვრებაში. ვინაიდან იგი არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მხატვრობა, მნიშვნელოვანი ხელოვნება, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩვენ ცხოვრებაში და არ მგონია, რომ როგორც ამბობენ, რომ თითქოს გადაჭრა гаджеტებმა გადააფარა მისი ადგილი, მგონია, რომ ეს აზრი არ სწორია, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ლიტერატურას ჩვენ ცხოვრებაში. ანუ მნიშვნელოვანია შენ ცხოვრებაში, ხო? ანრი, როგორ ფიქრობ, აი რაიმე პრაქტიკული დანიშნულება აქვს წიგნს? დიახ, აქვს, რადგან წიგნი ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ არა მარტო ისტორია და ძველი სამყაროს შესახებ, არამედ ჩვენ ვიგებთ დაუშვათ ვიღაცის ნაამბობს, აი როგორ იყო იმ დროს ცხოვრება, როგორი მოვლენები იყო, აი როგორი ეთიკა იყო, აი კულტურის შესახებ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ვიცით, ხალხმა სხვისი შეცდომებით უნდა ისწავლოს და წიგნები სწორედ ძალიან კარგი გზაა ამისათვის. რა კარგი ნათქვამია, მადლობა, ძალიან საინტერესოა აი ეს, რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლას, ჯობია რომ სხვის შეცდომებზე ისწავლა. ლილე, სკოლის პროგრამა. შენ თან აბიტურიენტი ხარ და აქტუალურია ახლა შენთვის, ხო, ეს ლიტერატურის სასკოლო პროგრამა. როგორ ფიქრობ, გვეხმარება თუ არა, ეხმარება თუ არა მოსწავლეს ლიტერატურით დაინტერესებაში? აი, ისე თუ არის სკოლის პროგრამა შედგენილი და დაგეგმილი, რომ გიბიძგოს მეტის წაკითხვისკენ. კი, რა თქმა უნდა, მე ჩემ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ადრე არ ვიყავი ლიტერატურით დაინტერესებული და კერძოდ როდესაც გადავედი მე 12 კლასში და გავხდი აბიტურიენტი, უკვე აუცილებელი იყო ჩემთვის, რომ მესწავლა ეს ტექსტები, რაც ამჭირდება მოთხრობები და ასე შემდეგ და როდესაც უკვე ჩავუღრმავდი ამ ლიტერატურის სწავლას, დამატებით კიდე მასწავლებლების დამეხმარენ მე, უფრო დამაინტერესეს, უფრო ამიხსნეს, მაგალითად რაღაც რთული ნაწარმოები, მეც გამიჩნდა რაღაც მხრივ მაგაში წიგნების მიმართ ინტერესი და ახლა ვკითხულობ დამატებით ლიტერატურასაც, რაც შეიძლება არ დამჭირდეს, თქვათ, გამოცდებზე, მაგრამ ანუ დააკმაყოფილებს ჩემ პირად ინტერესს, ასე ვთქვათ. აი ნაწყვეტი ყოფილა, თქვათ, მოცემული, ხო, სახელმძღვანელოში. შემდეგ თუ წაგიკითხავს მთლიანი ნაწარმოები, იმიტომ რომ იმ ნაწყვეტს ძალიან დაუინტერესები ხარ. ყოფილა ასეთი? კი, რა თქმა უნდა. კარგი. ნიკოლოზ. შენ როგორი დამოკიდებულება გვაქვს წიგნებთან, რამდენად ინტენსიურად კითხულობ?
ზოგადად დღევანდელ რეალობაში წიგნების წაკითხვა ანუ ბავშვებს ანუ შეზიზღდათ ისე რომ ანუ ძალიან ბევრი მინახავს ჩემი თანატოლი და დიდები რომ ანუ მშობლები აძალებენ წიგნების წაკითხვას და მე ანუ სხვა მასწავლებელი ან ვიღაცა თავის მეგობარი რო ურჩევ წიგნებს ეუბნებიან რომ ანუ რაში მჭირდება წიგნის წაკითხვა ანუ ის ანუ ჩემს არ დავაძალოთ ბავშვებს აი კარგია რომ ეს ახსენე ხო ეს მინდოდა სწორედ მეკითხა ყველასთვის არის თუ არა ეფექტური მეთოდი დაძალება ან სასჯელად გამოყენება აი ტელეფონს წაგართმევ და აი წაიკითხე აქედან აქამდე და წაგართმევ ტელეფონს აი ეს ეფექტურია შენი აზრით თუ პირიქით უფრო უკავშირდება ანუ ჩემი აზრით ანუ ოდნავ მაინც შესაძლებელია რომ ბავშვს უთხრა რომ ანუ რაღაცა რომ იმოქმედოს მასე რომ და თუმცა ანუ რაც მე მინახავს ჩემ მეგობრებისთვის ანუ რაც მომისმენია რომ გაუკეთებიათ ანუ ძალიან ცუდი არის და ანუ ესე რომ ვთქვათ ბავშვს შეზიზღდება მაგალითად სწავლა და ყველაფერი ანუ თუ მას ისეთ რაღაცას წაართმევ რაც ანუ მას ავედნიერებს ან რაც მას ძალიან უყვარს და ნამდვილად კარგი დაკვირვებაა ესეც რომ რაც გაბედნიერებს იმას თუ წაგართმევენ შეგზიზღდება ის რის გამოც წაგართვეს ხო ეს ბედნიერების წყარო და შენთვის მაგალითად რა იქნებოდა ეფექტური მეთოდი იმისთვის რომ აი ვიღაცას გინდა რომ წიგნი შეაყვარო ვიღაცას გინდა რომ რაღაც მოაწონო რაც შენ ძალიან მოგეწონა როგორ შესთავაზებდი ამას ხო თავიდან ჯერსაც შენ უნდა გიყვარდეს საერთოდ წიგნები და ანუ შენ უნდა იყო აქტიური მკითხველი რომ ანუ სხვას შეაყვარო წიგნები და თუ კი ანუ შენ არ ხარ ეფექტური მაშინ ეფექტური და კარგი მკითხველი არ ეს სხვას ვერ შეაყვარებდა ანუ თუ ბავშვს ჩვენ ნეიტრალური წარმოდგენა აქვს წიგნებზე ანუ მე ან რა ვიცი ჩემი ნებისმიერი თანატოლი რომელსაც მაგალითად წიგნები უყვარს მარტივად შეაყვარებს წიგნებს და ანუ თუ არის ბავშვი რომელიც ანუ წიგნებს საერთოდ არ კითხულობს და შეზიზღებული აქვს ანუ ჩემი აზრით იმას თუ რაღაც სასწაული არ მოხდა ვერ შეაყვარებ წიგნებს მადლობა სკოლაში როგორი მდგომარეობაა დღეს თქვენი ირგვლივ? რასაკვირველია პირადი გამოცდილება საერთოდ სტატისტიკად ვერ განზოგადდება, ხო? მაგრამ მაინც საინტერესოა თქვენი დაკვირვება. აი რამდენად კითხულობენ, რამდენად ხშირად საუბრობთ ხოლმე ერთმანეთში წიგნებზე? არის თუ არა კითხვა მოდური? მეტად ნაკლებად. მაგრამ მაინც აი თუ ლაპარაკობთ ხოლმე თქვათ ამაზე, ხო? მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ საუბრობთ, თქვათ თანამედროვე პოპკულტურაზე, მუსიკაზე, ფილმებზე, თამაშებზე და ასე შემდეგ და რამდენად საუბრობთ ერთმანეთში წიგნებზე? საერთოდ რამდენად კითხულობთ თქვენი სამეგობრო? ჩემი პირადი გამოცდილებიდან აი ყველა ცდილობს რომ მარტივი გამოსავალი იპოვოს და რა თქმა უნდა ეს არის წიგნზე არიდება რა, ანუ წიგნს არიდებენ თავს. და ასევე იყენებენ სხვადასხვა ინტერნეტ ხელოვნურ ინტელექტს არა აქვს მნიშვნელობა ინტერესს რომ უბრალოდ მარტივად მიიღონ ინფორმაცია. ეს ასე რომ ვთქვათ იმას აღწერს რომ ჩვენ გავზარმაცდით ამ გაჯეტების წყალობით. მაგრამ თუ გაჯეტებს სწორად გამოვიყენებთ და ასე რომ ვთქვათ თუ მაინდა-მაინც წიგნს ვერ ვკითხულობთ აი არსებობს სხვადასხვა აუდიო წიგნები, არსებობს აი შინაარსის საიტები, რომ ან თუ ფაქტობრივად თლიან წიგნს ვერ კითხო, რაღაცნაირად ინფორმაცია მიიღო, რომ აქ ნიშნის გამო არა, მაგრამ შენი პირადი გამოცდილების და ცოდნის გამო დაიკმაყოფილო ეს ასე ვთქვათ, ცოდნა. და ამიტომ საჭიროა, რომ მაინც ვიკითხოთ, მაგრამ თუ ამას ვერ ვაკეთებთ, არის სხვა გზებიც. კი, ნამდვილად არის სხვა გზებიც. და თქვენ ირგვლივ რა ხდება დანარჩენების ირგვლივ? ჩემს მხრივ პირიქით ვიტყოდი, ჩემი კლასის მაგალითს მოვიყვან. დაწყებითი კლასებიდან ჩემი დამრიგებელი სულ ცდილობდა რომ კლასგარეს საკითხავი მოეცა და ნუ რო წავეხალისებინეთ კითხვის მხრივ ცდილობდა რომ უფრო გაიმახვილებინა ყურადღება წიგნებისკენ რა მნიშვნელობა იყო და წახალისების სათვის ცდილობდა რომ პატარა პროექტებით და ესეთი რაღაც დასაჯილდოვებელი სამუშაოები გამოიყო ჩვენთვის. კი, გამოიყო, იმიტომ რომ თითქმის ყოველთვის გვაქვს ჩვენ ახალ წიგნებზე საუბარი კლასში, ყოველთვის განვიხილავთ. დღესაც აიკითხე ეს წიგნი მოგწონს და ასე შემდეგ. ნუ ჩვენთან ხშირი არის ამაზე დიალოგი. ძალიან კარგი. ჩემს სამეგობროშიც მსგავსი სიტუაციაა. ანუ ჩვენ ძირითადად ვკითხულობთ იმ მოთხრობებს, რომლებიც შედის სასწავლო პროგრამაში, მაგრამ თუმცა მასწავლებლები რომლებიც პარალელებად გამოგადგებათ ალბათ, ხო? ახლაც და ადრეც ვამბობ. კი.
წინა კლასებში ვკითხულობდით და თუმცა მასწავლებლებიც გვაძლევენ დამატებით წიგნებს, მაგალითად ჩემმა მასწავლებელმა ზაფხულში მომცა საკითხი დიდოსტატის მარჯვენა წინასწარ და ასეთი რაღაცები და მეც ვერ ვიტყვი რომ ჩემ კლასში არავინ არ კითხულობს, ძალიან ბევრი კლასელი მყავს, რომელიც დაინტერესებულია ზოგადად ამ წიგნებით. ოღონდ აქ მინდა რაღაც აღვნიშნო, რომ გააჩნია რა ჟანრის არის თვითონ წიგნი. ყველა წიგნს მსოფლიოში არ კითხულობენ და ყველა ჟანრი დაინტერესებულები არ არიან. თან ვფიქრობ, როდესაც დადიხარ სკოლაში სწავლობ, მეცადინეობ, მაგის დროც არ გაქვს, რომ ყველა წიგნზე ეძებო ინფორმაცია წაიკითხავ, გადახედო, თან იმის შესაძლებლობაც არაა, რომ ახლა იყიდო თქვათ. ასეთ ბევრი წიგნი და ამიტომ ძირითადად კითხულობენ იმ ჟანრს, რაშიც არიან ძალიან დიდად დაინტერესებული. მადლობა. ჩემი კლასის მაგალითზე რო თქვა, ზოგადად სკოლაში და კლასში არიან ბავშვები, რომელსაც მაგალითად უყვართ წიგნები და კარგად კითხულობენ და არიან ბავშვები, რომელსაც საერთოდ არ უყვართ წიგნები და ეს ჩემი აზრით გამოწვეულია იმით, რომ ბავშვობიდანვე მას მშობელმა ან მასწავლებელმა დააძალა, რომ თუ გინდა ეს წაიკითხეო და შემდეგ ან რაღაცა რო ვერ წაიკითხა, რაღაცა ვექნა, ან რა ვიცი გაუბრაზდნენ, ან რაღაცა დასაჯეს და ბავშვებს კლასში მე რაცაც უყურებ შეუძლიათ ბავშვებს რომ ძალიან კარგი აზროვნების უნდა აქვთ, ყველა შეუძლია რომ ძალიან კარგი, ყველას ძალიან კრიტიკული აზროვნება აქვს ძალიან კარგი და შეუძლიათ რომ ესე რომ თქვათ წიგნები იკითხონ და ძალიან მარტივად გაიგონ ყველაფერი, თუმცა არ აკეთებენ ამას იმის გამო რომ ეზარებათ და შეზიზღებული აქვს წიგნები მათ. კარგი, მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, თქვენ დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა. რაღაცა სურათი გამოიკვეთა. მე მგონი არც ისეთი აპოკალიფსური მდგომარეობა გვაქვს, როგორც შეიძლება წარმოგვიდგენია ხოლმე. ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის თქვენი მოსმენა და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც. დაგემშვიდობებით და შემდეგ 4 ხელს ვუმასპინძლებ. მადლობა. მადლობა. ხონდის. და მივესალმები შემდეგ ნაკადს ახალგაზრდების, რომლებთანაც ისევ გავაგრძელებ ლიტერატურასა და წიგნთან დაკავშირებულ სხვადასხვა საჭირბოროტო თუ არც თუ ისე საჭირბოროტო საკითხებზე საუბარს. გამარჯობა. გამარჯობა. გაუმრავლდით. თქვენთანაც ბევრი კითხვა მაქვს და პირველი ჩემი კითხვა ეხება გავლენას, წიგნის გავლენას ადამიანზე. მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, რომელიმე რომ გამიზიაროთ, ან რამდენიმე თქვენგანმა თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ რაღაცა წიგნს პირდაპირ გავლენა მოეხდინოს თქვენზე. ან უფრო გაეკეთილშობილებინეთ, ან თქვათ შეხედულებები შეეცვალოს თქვენთვის, რაღაც ცხოვრებისეული დამოკიდებულებები შეეცვალოს, ბევრ საკითხზე დაეფიქრებინეთ, სხვა კუთხით დაენახებინოს მოვლენები. წაგიკითხავთ ასეთი წიგნები? კი, ხო? ანა. გამარჯობა პირველ რიგში. ძალიან ბევრი წიგნი იყო სხვათა შორის ასეთი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, მაგრამ ბოლოს წაკითხული, ასევე წიგნის კლუბში წაკითხული წიგნი ასეთი იყო იგი ჯემალ ქარჩხაძის, რომელმაც მართლა ცხოვრებისეული გამოცდილება და ძალიან შეცვალა, როგორ ფიქრობდი და ჩემთვის იყო და არის ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოები. ძალიან კარგი. მართლაც იგის ნამდვილად აქვს უნარი, რომ ადამიანზე პირდაპირ ზეგავლენა მოახდინოს. და იმე შენც თავი დამიქნიე წეღან და შენ შეხვაში? ანას მსგავსად ძალიან ბევრი წიგნი წამიკითხავს ისეთი, რომელმაც ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ დამტოვა და დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და შემიძლია ესე ვთქვათ გამოვყო ერთ-ერთი წიგნი საოცრება, რომელიც წავიკითხე ადრეულ ასაკში და ძალიან დამაფიქრა, როგორ უნდა მოექცი ადამიანს, როგორ უნდა მოეპყრო სიკეთეს რამდენი ხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის და როგორ ბოროტად მოქმედებს ბულინგი ადამიანის ფსიქოლოგიას. ძალიან კარგი. მარიკო, შენც დამიდასტურა წაყან რომ კიო ყოფილა ასე. წამიკითხავს რამდენჯერმე ასეთი წიგნი. ახლა სხვათა შორის ყოველთვის ცნობილი არის ნათია ჯაგორდიშვილის შეცდომა, რომელიც ავტორის ერთად ჩვენ გვასწავლის იმას, რა შესაბამები არ უნდა გამოვიაროთ ცხოვრებაში და წაკითხვის შემდეგ დავფიქრდი ასე რომ ვთქვათ ცხოვრებაზე და დამოკიდებულება შემოცვალა ყველაფრის მიმართ. კი ბატონო. კიდევ
ვის ქონია ასეთი გამოცდილება, აღარ არის კარგი. მაშინ გავაგრძელოთ უკვე სხვა თემებზე საუბარი, ისე დავუბრუნდეთ წიგნებს, რომელიმე პერსონაჟთან თუ აიგივებთ თქვენს თავს, აი რაღაცა დიდი მსგავსება თუ დაგინახავთ თქვენსა და წიგნის რომელიმე პერსონაჟს შორის. ყოფილა ასეთი დემეტრე? არ გახსენდება. ვინმეს ახსენდება? მსგავსი არა ხო? მე რომ ისამსგავსებს. კი ბატონო, მე ბევრს ვამსგავსებ. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უბრალოდ ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა, რომ ვაიმე ღმერთო ეს ხო მე ვარ, მაგრამ ახლა უკვე რაც გავიზარდე, თქვენ ადრევად გაზრდილხართ, რაც გავიზარდე, უფრო ნაკლებად მაქვს ხოლმე ასეთი ფიქრები. მოდი მაშინ ისევ რაღაცა ისეთ ცოტა პრობლემურ საკითხებს მივუბრუნდეთ. ნიკოლოზ, როგორ ფიქრობ? წიგნს თუ დარჩა, ინფორმაცია სხვა წყაროებით ამბობთ უკვე, ხო? წიგნი აღარ არის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო თანამედროვე ცხოვრებაში. ბევრი სხვა უფრო მოკლე გზა არსებობს, ანგრიმაც ისაუბრა წეღან ამაზე, ცოდნის, ფაქტებისა და ინფორმაციის მისაღებად. თუ არის სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ფუნქციები, რაც შენი აზრით მხატვრულ ლიტერატურას შემორჩა, აი ამ ფონზე, რომ ის აღარ წარმოადგენს ინფორმაციის მთავარ წყაროს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი აღარ არის ინფორმაციის ძირითადი წყარო, მას მაინც გააჩნია ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, ეს არის ლექსიკონის გამდიდრება, რადგანაც უმეტესი წიგნი დაწერილია იყო უფრო ძველ დროებში, სხვადასხვა სიტყვები არის გამოყენებული, რაც დღევანდელ ცხოვრებაში არ გამოიყენება და წიგნები ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს. კი ბატონო, კიდევ თუ ხედავთ რაიმე ფუნქციას, რაც წიგნს ლექსიკონის გარდა შეიძლება ასევე ფანტაზიასაც ამითარებს. მაგალითად, როდესაც კითხულობ და სხვანაირ დასასრულს იგონებ, ან რომელიღაც პერსონაჟს წარმოისახავ, როგორი იქნება, მაგალითად შეიძლება გაგევითაროს ფანტაზიის უნარიც. წარმოსახოს ხო რაღაც ჰორიზონტებს გვიფართოვებს უფრო. კიდევ ხომ არ გახსენდებათ ნაიმე? გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ წიგნი განსაკუთრებით მოზარდებს ეხმარება ემოციურ მხარდაჭერაში, მაგალითად, მოზარდები ხშირად ისეთ წიგნებს კითხულობენ, მაგალითად, სადაც მთავარ პერსონაჟს იგივე მაგალითად პრობლემები აქვს, როგორიც აქვს მას და მასთან აიგივებს საკუთარ თავს და ესე ვთქვათ, პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს ხშირად წიგნში და ეს ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა წიგნის. ძალიან კარგია რომ ახსენე ეს ემოციური მხარდაჭერა. მინდოდა მეკითხა თქვენი თაობა, თქვენი თანატოლები, რას ეძებთ წიგნებში? ანასტასია, რას ეძებთ წიგნებში? ჩვენი უფრო პრობლემების მოგვარების გზებს, უფრო მარტივად როგორ მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები, სხვა პერსონაჟების მაგალითებზე. და დაგხმარებიათ? წიგნები ამ ცხოვრებისეული საკითხი. მაგალითად ხომ ვერ გაიხსენებთ რაიმე მაგალითს? რომ რაღაც ისეთი პრობლემა გაწუხებდათ და წიგნში იპოვეთ ამაზე პასუხი. არ გახსენდებათ, მაგრამ გახსენდებათ ხო რომ დაგხმარებიათ ნამდვილად. თქვენ ირგვლივ როგორი მდგომარეობაა? წინა ჯგუფსაც ვკითხე იგივე და რამდენად კითხულობენ თქვენ თანატოლები? ჯერ თქვენ თავად რამდენად კითხულობთ, შემდეგ თანატოლები რამდენად კითხულობენ და რამდენად ხშირად საუბრობთ ხოლმე წიგნებზე? ანა. მე ვცდილობ რომ როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, სულ კითხულობ და ძალიან მიყვარს კითხვა და ასევე რაც შეეხება ჩემს თანატოლებს, მართალია ძალიან დიდია გაჯეტების და ინტერნეტის გავლენა, მაგრამ მაინც ვცდილობთ ყველანი რომ ვიკითხოთ და ასევე სკოლაც მეხმარება ამაში, სკოლის წიგნის კლუბი და ასევე თქვენი წიგნის კლუბიც და ასეთი კლუბები ჩემი აზრით ძალიან კარგია ბავშვებისთვის და განვითარებაში გვეხმარება და ასე ვთქვათ, კითხულობთ ამას. ესეც მიხარია რომ ახსენე. მე ვთვლი რომ საერთოდ არაფორმალურ, არასაგაკვეთილო აქტივობებს სკოლის შიგნითაც აქვს ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ბავშვების მოზარდებისა და ლიტერატურის დაახლოების საქმეში. ანუ მგონია რომ მხოლოდ გაკვეთილი შემოფარგვა მით უმეტეს ჩვენს დროში, როდესაც წიგნს ყველაზე მეტი კონკურენტი ჰყავს, რაც კიოტის მეყოლია, ну და ეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფაქტობრივად და თქვენ სკოლებში როგორი მდგომარეობაა? რამდენად რჩება დრო და ხალისი აი ამ არასაგაკვეთილო, არაფორმალური ლიტერატურული აქტივობებისთვის? ან რჩევებს თუ იღებთ ხოლმე, ან რაიმე ღონისძიებები თუ ტარდება წიგნიერებასთან დაკავშირებით? მაგალითად ჩემს სკოლაში არის
ცალკე კლუბებიც, ლიტერატურული კლუბი, როგორც ეს ჩვენი წიგნის კლუბი და გაკვეთილიც არის ჩვენთან ცალკე სოფლიო ლიტერატურა, სადაც მასწავლებელი არის ძალიან ნაკითხი და ჭკვიანი ადამიანი, რომელიც შემდეგ თავაზობს წიგნებს და მე როდესაც წაკითხვის შემდეგ გადმიხილავთ ამ წიგნებს და ვცდილობს მაინც მაქსიმალურად რომ შეგვაყვაროს კითხვა და მაინც უფრო ისეთ წიგნებს გვირჩევს, რომელსაც ხა ჩვენი თანატოლი ვერ გვირჩევს შეიძლება. ასევე ქართული მასწავლებლებიც და გვირჩევენ ზოგადად რაიმე სხვა კლასგარაში წასაკითხს, ან გაკვეთილზეც შემოიტანენ ხოლმე რაიმე ისეთ მოკლე ნაწყვეტს, რომ შემდეგ დავაინტერესოს და წავიკითხოთ. ჩემი თანატოლები არის ბევრს ვიცნობ, რომელსაც ძალიან უყვარს კითხვა, ვიცნობ, რომელსაც საერთოდ არ უყვარს კითხვა, მაგალითად ძირითადად გოგოები კითხულობენ, ახლა ჩემს სამეგობრო წრეში ვიდრე ბიჭები, იმიტომ რომ ბიჭები უფრო თამაშებში და ასე გაზეტებში არიან ძირითადად და თან თუ ბავშვს აზალებდნენ მანამდე კითხვას, როგორც ახსენეს უკვე, შემდეგ უფრო ზიზღი უჩნდება წიგნის კითხვისკენ, რადგან უფრო ასოცირებს სასჯელთან წიგნის კითხვას, ვიდრე დროის კარგ გასაყვან და გასართობ რაღაცად. თქვენ რა მიგაჩნიათ ეფექტურ მეთოდებად, როგორ შეიძლება რომ დაინტერესდნენ თქვენი ასაკის ადამიანები კითხვით? ნიკოლოზ, ხომ შეგვიძლია რომ არ გიფიქრია ამაზე? აი რა მიგაჩნიათ, თქვათ. მე მიმაჩნია რომ მაგალითები არის მნიშვნელოვანი. აი რაც უფრო მეტი თანატოლი კითხულობს, თან ცოტა ისეთი კარგი ავტორიტეტიც თუ აქვს კლასში, ვფიქრობ რომ ეს ზოგადად კარგი გზა არის ხოლმე, რომ მან აიყოლიოს თავისი თანატოლები. თანატოლი და ასევე ვფიქრობ რომ მშობელიც უნდა კითხულობდეს, რომ მაგალითი მისცეს შვილს და თუ ასე ვთქვათ დაძალებაზე მივიდა საქმე და მშობელი აძალებს შვილს, მაგალითი უნდა იყოს მის და მშობელიც ბავშვმა უნდა დაინახოს გაზრდის პერიოდში წიგნით ხელში, რომ შემდეგ თვითონაც. ნამდვილად ანა გეთანხმები. მეც ასე მგონია, რომ დანახვა მაგალითის მნიშვნელოვანია, თუმცა რა თქმა უნდა, მთლად მისულ ამას ვამბობ ხოლმე, რომ არ მიყვარს ამის თქმა, ამაზე ლაპარაკი, რომ მშობელი აუცილებლად უნდა კითხულობდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გარემოება უნდა უწყობდეს მშობელს ხელს იმისთვის, რომ კითხულობდეს. ჩვენ რთულ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ფაქტობრივად ყოველი დღე შეიძლება იყოს გადარჩენისთვის ბრძოლა და არც დრო არის ხშირად, არც ფინანსები არის ხშირად, იმიტომ რომ ძვირი ღირს წიგნები, იმისთვის რომ მშობელმა იკითხოს და მაგალითი მისცეს ბავშვებს, ამიტომ არ მიყვარს ხოლმე მშობლების კრიტიკა, მოკლედ ამ მიმართულებით, თუმცა ნამდვილად მართლები ხართ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის იმისთვის, რომ ბავშვმა მაგალითი აიღოს და მეც როდესაც მეკითხებიან ხოლმე რა ვქნა, რითი დავაინტერესო ბავშვი წიგნით, ყოველთვის მაგას ურჩევ ხოლმე, რომ თავად დაანახეთ, რომ კითხულობთ, მაგრამ თუ არ კითხულობენ მშობლები აქტიურად, ამასაც აქვს თავისი ცოტა ისეთი ღრმა და საფუძვლიანი მიზეზები. ბატონო, თქვი? მშობლებთან ერთად მეგობრებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მაგალითად სამეგობრო წრეში თუ ავი 5 ადამიანი ხარ და ერთი არ კითხულობს, იმოთხმა როგორ მე უნდა დააინტერესოს ამ ერთს, მაგალითად იმ წიგნზე უნდა ისაუბროს და ანუ ისე იგზნოს თავს, რომ ვითომ მე არ ვკითხულობ მარტო და უფრო და შემოუნდება მაინც დაკითხვა, რომ რაღაცნაირად დაეციოს მის მეგობრებს და მასთან ერთად ილაპარაკონ მეგობრებს. ცნობილია, რომ ბავშვი რასაც ხედავს ოჯახში, იმასვე აკეთებს და ოჯახში თუ წიგნის სიყვარული და წიგნის კითხვა ჩვეულებრივი მოვლენაა, ბავშვი შესაბამისად ანუ სიამოვნებით კითხულობს წიგნს. ნამდვილად, მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია. მეგობრებო, როგორი წიგნებია მოდური თქვენს თაობაში? აი კონკრეტული ავტორები თუ შეგიძლიათ ვთქვათ დაასახელოთ, ან აი რა შინაარსის წიგნებია უფრო ისეთი, რასაც აქტიურად კითხულობთ ხოლმე? კლასიკას ალბათ ნაკლებად ეტანებით, ხო? აბა რას კითხულობთ თქვენი თაობა? უფრო რომანებს, თანამედროვე ლიტერატურა. რას გულისხმობთ თანამედროვე ლიტერატურაში? ახალი უნდა იყოს, ნაცნობ გარემოში უნდა იყოს დაწერილი ალბათ, ხო? მე პირიქით ისეთი მიყვარს, რომელიც უფრო ძველ დროს აღწერს და ძველ რეალობაში აბრუნებს ადამიანს. ანუ უფრო თავგადასავლურიც შეიძლება. მე პირადად კლასიკა მიყვარს, მაგრამ თუ საუბრობთ მოზარდებზე, უფრო მეტად თანამედროვე ლიტერატურა არის მოდური. აი ძალიან ესეთი კვლევები რომ იდება ხოლმე საშინელი შედეგით, რომ წიგნიერების დონე დაბალი გვაქვს. დაბალი მაჩვენებელია სკოლებში. თქვენ როგორ რას ფიქრობთ ამაზე? თქვენ დაკვირვებით ასეა მართლა? ძალიან დაბალი დონე გვაქვს?
დიახ, ჩემი აზრით კი, იმიტომ რომ ჩემი თანატოლებიდანაც ბევრისგან ვიცი, რომ არ კითხულობენ, კითხვა არ უყვართ, საყვარელი ჟანრიც არ აქვთ წიგნის და ასე შემდეგ რა, ავტორის დასახელებაც არ შეუძლია ზოგს, რატო უყვარს ეს წიგნი. და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამის გამოსასწორებლად თქვენი აზრით? წიგნების კლუბში გაწევრიანება ძალიან ეხმარება ბავშვს, რომ მოტივირებული ხდება წიგნის მიმართ და უფრო ბევრს კითხულობს და მას სიამოვნებას ანიჭებს ეს წიგნი, ჩემი აზრით. ხელოვნური ინტელექტით, ანუ მოკლე გზით წეღან ან რიმროც აღწერა, ხშირად სარგებლობთ? დანაშაული არ არის ეს, მეც ვსარგებლობ. მიზნობრივად. ისე რა. და ეს ხელს უშლის თქვენი აზრით წიგნთან დაახლოებას? კი. კი, როგორ უშლის? გააჩნია რასთან დაკავშირებით იყენებ, რამდენი როგორი ხშირად იყენებ. რაღაცა მაგალითად იდეებისთვის მე ხშირად ვიყენებ, რაღაცა იდეებისთვის მაგალითად ესისთვის რომ მე იდეა მოვიდეს და მე დავიწყო წერა და ეგეთი ჩემი აზრით ძალიან დამაზიანებელი არ არის, როგორც მთლიანად რო რაღაც დააწერინო და შენ რომ მონაწილეობა არ მიიღო. ეკრანიზაციები მოგწონთ ხოლმე როგორც წესი, აი თქვათ თუ ეკრანიზაციას უყურეთ, შემდეგ უფრო გაინტერესებს წიგნის წაკითხვა თუ პირიქით? მე მირჩევნია ჯერ წიგნი წავიკითხო და შემდეგ ეკრანიზაციას უყურა, მაგრამ თუ პირიქით შემთხვევით მოვახერხებთ ჯერ ფილმს ეკრანიზაციას უყურე, მაშინ ვცდილობ რომ შემდეგ წიგნი წავიკითხო მაინც. არა და იცით როგორ ხდება ხოლმე, აი რომ გამოდის წიგნი, მერე ხდება ხოლმე, ფილმი რომ გამოდის, წიგნი მერე ხდება ხოლმე ბესტსელერი, მერე იზრდება მის მიმართ ინტერესი და ხო მე ეს ცოტა არ მესმის დიუნი, ხო? კარგი მაგალითი იყო. მე ეს ცოტა არ მესმის ხოლმე, იმიტომ რომ დიდად არ მიყვარს ეკრანიზაციები. თუ კი ფილმს ვუყურებ, მერე წიგნი რაღაც მაინც და მაინც აღარ მაინტერესებს ხოლმე. და თანაც წიგნს თუ წავიკითხავ ძალიან მომეწონება და იქ ჩემი პერსონაჟები უკვე მყარად მაქვს წარმოსახული, ცოტა რაღაცა უხერხულობის განცდა მიჩნდება ხოლმე. აი მე მახსოვს ბევრ თქვენგანთან ერთად ვნახე გრაფი მონტე-კრისტოს ეკრანიზაცია და ვისაც არ ქონდა წაკითხული, იმათ ძალიან მოეწონათ და მე რაღაცა უფრო ისე ვიყავი, ჩემთვის ხვები იყვნენ, გაუცხოება მქონდა პერსონაჟების მიმართ. ეს ფილმის მე იმიტომ ხდება ეგ პოპულარული, რომ ანუ თითქმის ყველას ურჩევნია ანუ უფრო ფილმს უყუროს და ნაკლები დროში ნახოს ანუ შინაარსი და შემდეგ ფილმის მერე უფრო გაღრმავება უნდათ ამ შინაარსის და მე მართალია კი ბევრი ფილმია ისეთი წიგნით თუ არ წაიკითხე ვერ შეიქმნის სრულ წარმოდგენას და გაინტერესებს უბრალოდ რა დგას იმ ყველაფრის უკან რასაც ეკრანზე უყურებ. მოკლედ დაგემშვიდობებით ძალიან კარგები ხართ მიხარია რომ ასეთი ჭკვიანები ხართ ასე თამამად გამოთქვამთ თქვენს ძალიან მე ვიტყოდი ღირებულ აზრებს და გისურვებთ თქვენს წინა ნაკადის მოზარდებსაც რომ ისეთ ქვეყანაში გეცხოვროთ სადაც სხვა საზრუნავი არ იქნება წიგნის კითხვის გარდა და სადაც ყოველთვის იქნება გარემო განწყობა და ყველა ხელშემწყობი პირობა იმისთვის რომ ვიკითხოთ ძალიან ბევრი. მადლობა. მე კი დავემშვიდობები მაყურებელს, რომელმაც იმედი მაქვს, რომ ძალიან ისიამოვნა ამ ჭკვიანი ახალგაზრდების ყურებითა და მოსმენით, თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შაბათ-რამდე. მოგესალმებით გადაცემის მეორე ბლოკში. მე მყავს ორი სტუმარი, ორი სერიოზული ახალგაზრდა, ორი ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდა და ლიტერატურის მოყვარული. მარის პირველ ბლოკში ყავდა შედარებით უფროსი ასაკის სტუმრები. ჩემთან კი არიან მირიანი და დავითი. მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. აი ახალგაზრდებს მინდა დაუსვა ასეთი კითხვა. მეგობრებო, თქვენი თანატოლები, თქვენ ვიცი რომ კითხულობთ წიგნებს, გიყვართ წიგნების კითხვა და იმაინტერესებს თქვენ თანატოლებთან დაკავშირებით. თქვენ თანატოლები კითხულობენ წიგნებს და თუ კითხულობენ და ვინც კითხულობს, აი რა ტიპის წიგნებს კითხულობენ? ჩვენ თანატოლები კითხულობენ, უმეტესობა კითხულობს, მაგრამ ზოგს არ უყვარს კითხვა. რა თქმა უნდა. და როგორ წიგნებს კითხულობენ, აი ვინც კითხულობს? კომედიური, საუგადასავლებზე. კი ბატონო. შენთან რა ხდება მირიან? ჩემთან ნაწილ 50-50. ხო, ყველა კითხველი არ იქნება, რა თქმა უნდა. ხო, არ მოწონთ ზოგიერთ. სახალისო
და გამომძიებული. დეტექტივებს, ხო? ხო, თავგადასავლები, დეტექტივები და რაღაც იუმორისტული წიგნები ყველას უყვარს ალბათ ნებისმიერ ასაკში. სწავლასთან დაკავშირებითაც იგივეა, სწავლითაც ზოგი სწავლობს, ზოგი ნაკლებად, ხო? ალბათ ხო, ესეც ლოგიკურია, ყოველთვის ასე იყო. იცით რატო გისვამთ ამ კითხვებს? იმიტომ რომ მუდმივად იმას ლაპარაკობენ, რომ აი უფროსები, რომ ჩვენ დროს სხვანაირად იყო ჩვენ დროს, ბევრ წიგნს კითხულობდნენ, ახლა ნაკლებს კითხულობენ და მინდა გაიგოს ყველამ, რომ ყოველთვის ერთნაირად იყო, ხო? ზოგი სწავლობს, ზოგი არ სწავლობს, ზოგი კითხულობს, ზოგი არ კითხულობს. კონკრეტულ წიგნებზე მინდა გკითხოთ. აი თუ გქონიათ შემთხვევა, რომ ან მასწავლებელს დაუვალებია თქვენთვის წიგნი, ან ვინმეს ურჩევია წიგნი და თავიდან ან სათაური არ მოგწონებიათ, ან დასაწყისი არ მოგწონებიათ, გეგონათ რომ საშინელი წიგნი იყო, მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ ძალიან მაგარი წიგნი იყო. შენით დავიწყებ მედიან ამ შემთხვევაში. ჩარლი და შოკოლადის ქარხანა. სათაურით უკვე აღარ მომწონდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა, მაგრამ მერე ცოტა საშინელებაც იყო, თავგადასავალიც იყო. რაღაცა ტკბილი, კარგი წიგნი გამოდგა, ხო? ნანახიც გაქვს? კი. ლამაზი ფილმია რა. შენთან დავი? შემთან წიგნების ზოლაში წიგნები მქონდა წასაკითხი ბევრი და ბევრი შემთხვევა იყო, რადგან დასაწყისში არ მომწონდა. არ დამაინტერესა, მაგალითად შიპონინო ყაშაღისასული რონია, მაგრამ დასასრულში როლებში შევიდნენ და გამოიხატა. უფრო რომელი მოგეწონა მაგავრიდან? ყაშაღისასული რონია. ხო. მეც ძალიან მომწონს ეგ წიგნი. და როგორც ვიცი, თქვენ ორივე ფინალში იყავით გასულები ტვინების ბრძოლაში, ხო? წარმატებულები ხართ. გილოცავთ, ძალიან მაგარი ამბავია. კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ, აი თქვენ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მეგობრებო. სკოლაში დადიხართ ასევე მასწავლებლებთან წრეებზე, ხო? როგორ ფიქრობთ, ითვალისწინებენ მასწავლებლები თქვენს აი ამ დატვირთულობას და ბევრ დავალებებს გაძლევენ, ცოტა დავალებებს გაძლევენ, თუ აი როგორი მდგომარეობაა მაგ ძალიან ხომ არ იღლებით? ხანდახან ბევრს გვაძლევენ, ხანდახან არა, მაგრამ მასწავლებლები ბევრს მოგცემენ იმის გამო არ გვაძლევენ, რომ არ უყვარვარს და რაღაცა მასწავლებლები დავალებას გვაძლევენ ბევრს, რომ პროგრამას არ ჩამოუშვეთ და ყველა ბავშვების ჭკვიანები ვიყოთ. ყოჩ, ძალიან კაი პასუხია. ჩემი აზრითაც კარგად გვაძლევენ დავალებებს. შაბათ-კვირასაც, იმიტომ რომ შაბათ-კვირისთვისაც ცოტა არის 5-6 ნომერი. ხო. იმიტომ რომ შაბათი-კვირა 2 დღე, 2 ღამე. კი. ნამდვილად გეთანხმები. კარგად გვაძლევენ დავალებას. მადლობა. კიდე რა მინდა იცით გითხოთ, აი ახლა არ დადეგების პერიოდია. წასაკითხი გააქვთ, წიგნები გააქვთ მომარაგებული, რაც უნდა წაიკითხოთ ამ არ დადეგებზე? რა წიგნია? პიტერ პენ. კიდევ ვიცი რომ რაღაც უნდა წაიკითხო. სიყვარულით ელი. ო, აი ეგეც. შენ დავი? მე არ ვიცი, როცა მომიდება კითხვა, მაშინ ვარჩევ წასაკითხს. შენ თვითონაც არჩევ, ვიცი რომ გირჩევენ, ხო? კლუბში, სკოლაში, მაგრამ შენ თვითონაც არჩევ, ხო? ხო, როცა მინდა კითხვა, მე თვითონ ვარჩევ. აი, როდესაც ყოფილხართ კიდევ მინდა რაღაც კითხოთ. აი, როდესაც მოგდომებიათ წიგნის წაკითხვა და არავის არ ურჩევია. თქვენ თვითონ როგორ არჩევთ წიგნებს? სილამაზით, რაღაცა ვიზუალით, სათაურის მიხედვით, თუ აი როგორ არჩევთ იმ წიგნს? შინაარსი რომ არის, მაგ ადამიანების ემოციების არის და შინაგანი წესების არის გამოხატული და თუ მომწონს ადამიანის ემოციები და რაღაცები, ამის ვარშევ. ოჩახ, ძალიან კარგია. უკანა გვერდის ან პირველი გვერდის შინაარსი. ანოტაციებით, ხო? ხო. და თუ არის პერსონაჟები პირველ გვერდზე დაწერილი, ეგ ძალიან მომწონს, იმიტომ რომ თან ეცნობ პერსონაჟებს, რომ თან არჩევ ვინ არის და კარგია. ძალიან კარგია, რატო გკითხეთ, იცით? მე ვიცი, ბევრი ზრდასრული დიდი ადამიანი, რომელიც წიგნებს არჩევს ყდის მიხედვით. აი, ყდა თუ მოეწონა, იმის მიხედვით კითხულობს წიგნს და აი თქვენ უფრო ღრმად ხართ შესულები ამაში. ძალიან საინტერესო ხალხი ხართ. მადლობა. მადლობა, იცით რისთვის, აი თქვენ რისთვისაც ხართ მოწვეულები აქ გადაცემაში, რომ მაყურებლები, რომლებიც ამ გადაცემას ნახულობენ, ბევრი არის თქვენი თანატოლი, ხომ? უფროსი თაობის მაყურებლები.
ამ ხალხმა რომ გაიგოს, როგორები ხართ, თქვენ ხართ თქვენი თაობის, თქვენი ასაკის სახეები ამ შემთხვევაში. ისეთები არიან ძირითადად ახალგაზრდები, როგორც თქვენ და თქვენგან ძალიან ბევრ კარგს გაიგებენ. მადლობა მეგობრებო. მრავალ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ იმას, რომ მუდამ გქონოდეთ ხალისი და საშუალება, რომ წიგნებიც გეკითხოთ, გესწავლოთ და ბედნიერ საქართველოში გაზრდილიყავით. მადლობა. თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მადლობა რომ გვიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.